მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯისმენას მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარია 14-20 ივლისის შვალეთში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. პირველში გავეთვალისწინოთ ის, რომ 18 რიცხვიდან, ანუ ეს არის პარასკევი დღე 18 ივლისიდან ინტელექტის გონების კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური 3 კვირით ხდება უკუმავალი რეტროგრადული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდიდან უნდა დაუბრუნდეთ ძველ საქმეებს, ძველ პროექტებს, შეიძლება ძველ ურთიერთობებს, რომელიც სათანადოდ არ წარიმართა, ან აქ შეცდომები დაუშვით და თუ არის საშუალება გამოასწოროთ ეს ყოველივე, ან გაიაზროთ და გაანალიზოთ, რომ შემდგომი შეცდომა აღარ დაუშვათ. Vai ამისთვის არის ეს კარგი ეს პერიოდი და არა იმისთვის, რომ აქ ახალი საქმე დაიწყოთ, ახალი პროექტი პირიქით გართულდება, ახალი პროექტის დაწყება, გართულდება მაგალითად ახალი ინფორმაციის მოძიება, აქ სატრანსპორტო საცობებმა და სხვა სახის ინფორმაციის მოძიების სირთულეებმა მეტად შეიძლება ეჩინონ თავი ახლოს 3 კვირის განმავლობაში. ანუ აქ სამყარო უფრო გვამზადებს იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც ძველს დაუბრუნდეთ, ახლებურად გავიაზროთ და ახლებურად განვავითაროთ, ვიდრე რაღაც ახალი დავიწყოთ. და 18 რიცხვის შემდგომ დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის. ამიტომ თუ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხია, მოვლენა, შეხვედრა, მოლაპარაკება ეს ყველაფერი ეცადეთ 18 რიცხვამდე, ანუ კვირის პირველ ნახევარში მოასწროთ. იმიტომ 18 რიცხვის შემდგომ დედამიწის უარყოფით ენერგოველი მეტ სირთულეებს და პრობლემებს შეგვიქმნის ყველა ზოდიაქოს ნიშნებს. ეხლა ვნახოთ ცალკეული ზოდიაქოს ნიშნები, აქ რა ტენდენციებია მოსალოდნელი. უპირველეს ყოვლისა, მოდით დავუშვათ, რომ პირველი ნახევარი კვირისა ვერძისთვის კარგია, მათ შორის რომანტიკული ურთიერთობების კუთხით, ახალი წინადადებების მიღების კუთხით, აქ შეიძლება უფრო თავისუფლად მოქმედოს ამ ნიშანმა, საქმიანი კუთხით მიიღოს საინტერესო დივიდენდები, ახალი პროექტი ინიციატორი გახდეს და თლიანობაში უფრო სტაბილურია. აი მეორე ნახევარი უკვე 18 რიცხვიდან პერიოდი მეც სირთულეებს ქმნის. აქ კოლეგებთანაც შეიძლება დაიძაბოს სიტუაცია. აქ ის პერიოდი, რომლისთვისაც შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემებმა მეტად იჩინონ თავი, რაც დამატებით ხარჯთან და პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ოჯახის წევრებთან ცოტა მეტი ტაქტი და თავდაჭერაა საჭირო უკვე ამ პერიოდში. თუმცა ნელ-ნელა ვერძე იგრძნობს, რომ უმჯობესდება მათი ენერგოტონუსი. ესეც დადებითია. კარგია თქვენთვის 16 და 20 ივლისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 14 და 18 ივლისის დღეები და ეს რიცხვები. რაც შეეხება კუროს, კურო უნდა მაქსიმალურად აქტიურად განვლოს ეს პერიოდი, იმიტომ ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, კარიერული განვითარების კუთხით საკმაოდ კარგი პერიოდია, შეიძლება პერსპექტიული წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ, თქვენი საქმიანი შემოქმედებითი ნიჭი და უნარი ახლებურად გამოავლინოთ, ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების პერიოდი, აქ აუმჯობესებთ ურთიერთობებს დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათი თანადგომაც იქნება დროული და სასიკეთო, შეიძლება მშვენი ინფორმაცია მიიღოთ, სწავლისთვისაც საკმაოდ საინტერესო პერიოდია და სასიამოვნო შეიძლება შთაბეჭდილებებიც მიიღოთ, მათ შორის მგზავრობა, მოგზაურობის კუთხით, მოულოდნელი სასიამოვნო ცვლილებების დროა. ამიტომ მიაქტიურეთ, რათა ეს სასიკეთო პერიოდი მაინც მაქსიმალურად აქტიურად გავვლოთ და გამოიყენოთ. ოს კარგი იქნება თქვენთვის 15-19 ივლისის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 17 ივლისის დღე და ეს რიცხვიც. ტყუპების ზოდიაქოს რაც შეეხება პირველ ნახევარში გამოიყენეთ მაინც პირველი ნახევარი, იმიტომ რომ აქ არის სასიკეთო ტენდენციები, იმიტომ რომ აქ შეიძლება ზოგიერთი რომანტიკული ურთიერთობების წინაშე აღმოჩნდეთ, ფინანსური კუთხით გაიმჯობესოთ სიტუაცია, არაერთი საკითხი უფრო ადვილად მოაგვაროთ, ახალი შეიძლება სამსახურის პერსპექტივის წინაშე ან ახალ პროექტებში ჩართვის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, მაგრამ უკვე 18 რიცხვიდან ვიყოთ ცოტა ყურადღებით, იმიტომ სიტუაცია ცოტა გამძაფრდება. ჯანმრთელობაც შეიძლება პრობლემის წინაშე დადგეს, შეცდომების დაშვების ტენდენცია საქმეებში მოიმატებს და თქვენი დამოკიდებულება საქმისადმი შეიძლება ნაკლებ პასუხისმგებელი აღმოჩნდეს, რაც გამოიწვევს სხვათა მხრიდან თქვენს კრიტიკას. და ამ კუთხითაც ვიყოთ ცოტა ყურადღებით ხილად, უკვე კვირის მეორე ნახევარში არ არის ასვალი ზედმეტი ფინანსური ხარჯი და კაპიტალ დაბანდება. ოს კარგი იქნება თქვენთვის 16-20 ივლისის დღეები და ეს რიცხვებიც და არ ვარგა 14-18 ივლისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნავადებულებს, კვირა კარგია, მაქსიმალურად გამოიყენეთ, იმიტომ რომ შემდეგი კვირიდან უკვე ესეთი ეფექტური ტენდენციები აღარ იქნება. ამ კვირაში მაღალია ოპტიმიზმი, ინტუიცია, რომელზეც დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებთ, აქ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა შეგეძლიათ, მხარდაჭერა საკმაოდ მაღალი გაქვთ, იღბლიანობაც მაღალია, სხვა მოგებების, მათ შორის ლატარიებში მოგებების, პრობლემების ადვილად გადაწყვეტის ტენდენცია მაღალი, მგზავრობა მოგზაურობისთვის, ახალი საქმის დასაწყებად, ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდი, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს კვირა. ოს
კარგი იქნება თქვენთვის 15-19 ივლისის დღეები რიცხვები და არ ვარგოთ 17 ივლისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება იმპერატორთა ნიშანს ლომს, მოდით ამოვიშვათ რომ კვირის პირველი ნახევარი შედარებით უკეთესია იმ კუთხით რომ აქ კომუნიკაბილურობა შედარებით მაღალია ეს ის პერიოდი რომ სოუბისას დავუშვათ შეიძლება სხვა პრობლემების გადაწყვეტა, საინტერესო წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ, ახალი პერსპექტივებიც კი შეიძლება გამოვლიდნენ, ახალ პროექტებშიც კი ჩაერთოთ. მგზავრობის კუთხით ახალი ნაცნობობისთვის უდაოდ კარგია, მაგრამ უკვე 18 რიცხვიდან ვიყოთ ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ ცოტა ჯანმრთელობის პრობლემებიც შეიძლება ეჩინონ თავი. ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნები გააქტიურდებიან თქვენ საწინააღმდეგოდ და ფინანსურმა პრობლემებიც შეიძლება მეტად იჩინონ თავი. და ყველს კარგი იქნება თქვენთვის 17 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 15-19 ივლისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნ-დაავადებულებს, ქალწულებო თქვენთვის მთლიანობაში კარგი კვირაა. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, თქვენს დინამიური ხართ, აქტიური, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ამიტომ თქვენი რეიტინგი საზოგადოებაში, კოლეგებში, ხელმძღვანელებში მატულობს. ეს თვითრეალიზაციის ეფექტური მოქმედებების პერიოდია. პარტნიორული ურთიერთობა თანამშრომლობაც საკმაოდ კარგად წარიმართება. მეტი კონტაქტი ინტერნეტთან, აქედან შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ახალი საქმეები დაიწყოთ, არასტანდარტულად მოქმედოთ, ახალ პროექტებში ჩაერთოთ, თლიანობაში მეორე მეცაით მაქსიმალურად აქტიურად გაიაროთ ეს სასიკეთო თქვენთვის პერიოდი. კარგია თქვენთვის 14-18 ივლისის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 16 და 20 ივლისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნ-დაავადებულებს, პირველი ნახევარი 18 რიცხვამდე უკეთესია, თორე გიხავს მათ შორის პროფესიონალურ თქვენს განვითარებას, აქ ფინანსური კუთხითაც შეიძლება რაღაც საინტერესო დივიდენდების წინაშე აღმოჩნდეთ, შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგან ახალი სამსახური იპოვოს, ახალ პროექტებში ჩაერთოს. ეს ის პერიოდი, როდესაც იღბლიანობა უფრო მაღალი გაქვს, ვიდრე კვირის მეორე ნახევარში. მეტად 18 რიცხვიდან ჯანმრთელობის პრობლემებიც შეიძლება მეტად იჩინონ თავი, თქვენ შეიძლება აღვიჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში მეტად, შეცდომები შეიძლება მეტად დაუშვათ და სხვა სახის სირთულეებმა შეიძლება მეტად იჩინონ თავი. ამიტომ კვირის მეორე ნახევარი 18 რიცხვიდან ეცეთ უფრო მშვიდ რიტმზე გადახვიდეთ და უფრო ფრთხილად გაიაროთ, რათა ზედმეტი შეცდომები არ დაუშვათ და კონფლიქტებში არ აღმოჩნდეთ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 17 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 15 და 19 ივლისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. მორიალისთვის საუკეთესო პერიოდია, ენერგოტონუსი მაღალი, ინტუიცია მდგრადი, ჯანმრთელობა სათანადო დონეზე, ამიტომ ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, კარგია მგზავრობა, მოგზაურობა უცხოელებთან აქტიური კონტაქტი, ერთობლივი შეიძლება უცხოელებთან პარტნიორული თანამშრომლობა, მივლენება უცხოეთში, სულიერი განვითარებისთვის, ცოდნის მისაღებად საზოგადოების წინაშე გამოსვლისთვის საკმაოდ კარგი ეფექტური პერიოდია, მრავალფეროვანი შეხვედრების დრო, ახალი საინტერესო პერსპექტივები და იდეები შეიძლება წარმოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, თქვენ უფრო ამალდებით სოციალური განვითარების კუთხით და პარტნიორების ხელშეუწყობენ თქვენ ნიჭის უნარის მაქსიმალურად გამოვლენას. ამიტომ შეიძლება აქტიურად ჩაერთოთ ერთობლივ პროექტებში, მათ შორის ბიზნეს გეგმებში, რაც ფინანსური კუთხითაც იქნება მეტად სასარგებლო და ხელშეუწყობს ეს მთლიანობაში თქვენს კარიერულ განვითარებას და წინსვლას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 14 და 18 ივლისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგათ 16 და 20 ივლისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე მშვილდოსნების ენერგოტონუსი ცოტა შემცირდება 18 რიცხვის შემდგომ, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ კარგი ტენდენციები არის, რაც უწყობს მატერიალური მდგომარეობის გამოჩენას, ხელშეკრულებების დადებას, საინტერესო პარტნიორების პოვნას და ერთობლივ პარტნიორულ თანამშრომლობას, კარიერულ განვითარებას. ამიტომ 18 რიცხვამდე პერიოდი საკმაოდ კარგი შესაძლებლობებით არის აღსავსე და შეიძლება სოჭვის აქ ახალ ბინაშიც გადახვიდეთ, ან დაუშვათ რაღაც მატება იყოს თქვენს ოჯახში. აი მეორე ნახევრიდან უკვე 18 რიცხვიდან ცოტა სიტუაცია შეიცვლება. არასასიკეთოდ, იმიტომ რომ პოზიტიური შესაძლებლობებით შემცირდება და აქ უფრო მეტი იქნება კონკურენტული ბრძოლა, მოშორნეების მოქმედება, მოდი ასე ვთქვათ, საოჯახო პრობლემები შეიძლება მეტად გაჩნდეს, ფინანსური სირთულეებიც უფრო მეტად თვალში საცემი გახდება. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 17 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 15 და 19 ივლისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნ-დაავადებულებს, კვირა კარგია, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანია, შეუპოვარია, იდეების გეგმების რეალიზაციისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, პარტნიორული თანამშრომლობა, გინდათ ბიზნეს საქმიანი და რაც უფრო კარგი ურთიერთობა სასკოლარო პარტნიორებთან, ეს კიდევ მეტად გაზრდის თქვენ შრომისუნარიანობას და საქმიანი წარმატების შანსებსაც. შეიძლება მოულოდნელი
საინტერესო წინადადებების მოულოდნელი შემოსავლების წინაშე აღმოჩნდით, რაც ხელს შეუწყობს სხვილ საკითხებს, კაპიტალ დაბადებებს. თუ დავნიშნოთ ისიც, რომ აქ შეგიძლიათ სხვათა შორის ორგანიზატორული ნიჭის და უნარის ახლებურად გამოვლენას და თქვენში ლიდერული თვისებების უკეთ წარმოჩენას. უწყობს იგი ხელს. რაც ხელს შეუძლებს კლიანობაში თქვენს წარმატებებს. ყველას კარგია თქვენთვის 14-18 ივლისის დღეები და რიცხვები და არ ვარგათ 16 ივლისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა უკვე მერწყულებმა უნდა იაქტიურონ პირველ ნახევარში 18 რიცხვამდე. ეს პერიოდი კარგია იმისთვის, რომ ჯანმრთელობაც გამოჩვენოთ, რაღაც საქმეები სწორად წარმართოთ, ახალი შტაბის-ჯლებებიც მიიღოთ. აქ შეიძლება სხვა შორის მატერიალური მდგომარეობაც გამოჩვენოთ, ან ადრეული საქმეებიდან მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, კოლექტიურ პროექტებში აქტიურად ჩაერთოთ, სხვებს დახმარება გაუწიოთ. აქ მოდი ამშვიდობთ, რომ ძალიან კრეატიულად მოქმედებთ და ზრდის თქვენს ავტორიტეტს და გავლენის სფეროს საზოგადოებაში. აი მეორე ნახევარი უკვე 18 რიცხვიდან ცოტა ფრთხილად. აქ ენერგოტონუსით მცირდება და ჯანმრთელობას შეიძლება პრობლემები შეექმნას და სხვა სახის გარე ურთიერთობებით შეიძლება ცოტა მეტად დაიძაბოს. ან ზედმეტი ფინანსური ხარჯი გახდეს ასევე ფინანსური პრობლემების ერთ-ერთი ფაქტორი. ამიტომ ცოტა ყურადღებით ვიყოთ, იმიტომ რომ წაგებების ტენდენცია კვირის მეორე ნახევარში უფრო მეტი იქნება. ყველას კარგია თქვენთვის 17 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 15 და 19 ივლისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით, დაავადებლებს საკმაოდ პოზიტიური კვირა, ეცადეთ აქტიურად გამვლოთ, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება, წარმატების მომტანია, ოჯახში შეიძლება ფრიად სასიამოვნო მოვლენები, ასე ვთქვათ, განვითარდეს და საყოფაცხოვრებო საკითხებიც კი გაუმჯობესდეს. მსხვილი საღირლების ან ახალი ბინის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგანი. თუ კარგად იქნება მომიქრებული, სარისკო მოქმედებაც იქნება გამართლებული. ეს ის პერიოდი, რომელიც შემოიტანს საინტერესო ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში. აი, აღნიშნოთ ისიც, რომ თქვენს ირგვლივ შეიძლება გაშտიან ისეთი მანდილოსნები, რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ თქვენს სულიერ შეიძლება ფიზიკურ ტრანსფორმაციას, დაგეხმარებიან ნიჭის და უნარის განვითარებაში და გააფართოვებენ ნაცნობთა თქვენს დრეს. თქვენ შეიძლება მიიღოთ მონაწილეობა სოციალურ პროექტებში, რაც ერთიორად გაზრდის თქვენ რეიტინგს საზოგადოებაში და სასიკეთო ცვლილებებს შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ ეს ფრიად საინტერესო პერიოდი, ეცადეთ მეტად აქტიურად გაიაროთ. ურთიერთობა შვილებთან უმჯობესდება და რომანტიკული კავშირებისთვის, სიყვარულისთვის და ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ყველას კარგია თქვენთვის 14 და 18 ივლისის დღეები და ის რიცხვები და არ ვარგათ 16 ივლისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. ლიანობაში ყველას ასე ვთქვათ გირჩევთ, რომ მაინც აქტიურად გაიაროთ ეს კვირა, იმიტომ რომ შემდეგი კვირიდან დედამიწა ორბიტალში გადადის და სირთულეები იქნება ცოტა მეტი. საუკეთესო სურვილებით მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.